ყავს რა. კამო ხო იცით ვინ იყო? თუ არ იცით? იცით. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და უკრაინის მოვლენების დავიწყოთ, უმცირესობის წარმომადგენლები გაეცალნენ ბენაში მათი ფასადების განსაკუთრებულად. როგორ შეაფასებთ ის განვითარებულ პროცესებს და რა საფრთხეები არსებობს უახლოესი ერთი წლის მანძილზე? ბატონო, ჯერ პირველ რიგში სარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელის მოწერას თუ პარაფირებას. ხელის მოწერა, როგორც იცით, თქვენ შედგება მომავალი წლის სექტემბრისთვის. ჩვენი საშინაო დავალება გვექნება საკმაოდ სერიოზული შესასრულებელი. დღეს გამოქვეყნდა დილით მე რომ აქ მოვდიოდი თქვენთან უკვე პარაფირებული ტექსტი 1000 გვერდიანი, რომელიც საჯარო გახდა. ის ითარგმნება რა თქმა უნდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ ქართულ ენაზე და გამოქვეყნდება ასევე საჯაროდ. ვარაუდობ მთავრობა ამას უახლოეს საათებში გააკეთებს და გამოაქვეყნებს ამ პარაფირებულ დოკუმენტს. ნახავთ თქვენ რომ არის ძალიან ბევრი ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღსასრულებელი გვაქვს. ჩვენი მონაცემები დაახლოებით 300-მდე საკანონმდებლო აქტში უნდა შევიდეს ცვლილება მათი ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. საქართველოს პარლამენტი იქნება ის დაწესებულება, რომელიც ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ბევრს იმუშავებს. ყველა კანონი რა თქმა უნდა შემოვიდეს, კანონის პროექტი რა თქმა უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. იქ უნდა გადამუშავდეს და დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას. ეს იქნება საკმაოდ მძიმე სამუშაო. ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება პრობლემურიც. არ არის ესე მარტივი ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის, მაგრამ ეს იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი და მე მახსენდება ხშირად ვარ ხოლმე თქვენთან აქ სტუმრად ამ სტუდიაში. ყოველთვის სვავდით კითხვას არის თუ არა ევროპული ორიენტაციის ქართული ოცნება და მიყავს თუ არა მას საქართველოს ევროპისკენ. მეგონი ახლა ეს კითხვები თქვენ არ გექნებათ, ხო? და აღარ დაუჯერებთ ჩვენ კოლეგებს ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან, რომლებიც ამაზე ყბედობდნენ და ლაყბობდნენ გაუთავებლად მთელი 1 წლის მანძილზე. და მათ ამისი უნდა წვენოდეთ თუ საერთოდ წვენიათ რამე ამ ადამიანებს, რამის. ეს მე ძალიან ეჭვმეპარება. ისე რომ ჩვენ ვიყურებით წინ, არის უამრავი საქმე გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, საზოგადოების უაქტიურესი თანამონაწილეობის გარეშე ეს საქმე ვერ გაკეთდება და ჩვენ სწორედ ასე ვაპირებთ მუშაობას კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. ჩამოყალიბდება გეგმა დაახლოებით როგორც კი მომავალი წელი დაიწყება პარლამენტში და ჩვენ უკვე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, ანუ თებერვლიდან დავიწყებთ ამ კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოების ჩატარებას. რაც შეეხება უკრაინას, ისე რომ არის დაშებული შეცდომები, კანონმდებლობის გარდა სხვა ბევრი საკითხი არის, რომელიც არის იკითხებული ამ ხელშეკრულებაში, თავისებურება არის. კი ბატონო, მოგახსენებთ, არის პირველი რიგის ამოცანა უნდა განსაზღვროთ ჩვენ რა არის და მეორე რიგის ამოცანა. რაც საჩოთიროა, რაც საძნელოა განსახორციელებლად, იმაზე უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. ხას უსვავ კიდევ ერთხელ საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ ძალებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ არის მთელი რიგი დებულეები, რომელთა განხორციელება არ იქნება საძნელო. ჩვენ სწორედ ასე დავიწყებთ პროცესს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რთულად განსახორციელებელი საკითხები იქნება გადადებული მომავლისთვის, ეს პარალელური პროცესი იქნება, მე ასე ვუყურებ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, არის იქ გარკვეული დებულებები, გარკვეული დათქმები, რომელთა იმპლემენტაცია ჩვენ ქართულ სინამდვილეში, ანუ დამკვიდრება ჩვენ ქართულ სამართალში საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნება და ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ არ ვდგავართ ამ გზაზე უკან დასახევი
ჩვენ ფაქტურად მოჭრილი გვაქვს და არც არავინ არ აპირებდა არასოდეს უკან დახევას. ისე რომ თუ გვინდა ჩვენ შეიძლება სწრაფად ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას, ასოცირებს ხელშეკრულება შევიდეს ძალაში, შემდეგ დამტკიცებული იყოს 28 ქვეყნის მიერ, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავუკეთოთ ამისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, არ არის მარტივი. ამაზე არც არავინ არ ფიქრობდა, რომ ეს მარტივი იქნებოდა. მაგრამ ეს არის არჩევანი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ქართული საზოგადოების, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების, პარლამენტის, მთავრობის მისი უმრავლესობის. რაც შეეხება თურნებას ვუწევთ უკრაინას დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ეგ დრამატულად ვითარდება მოვლენები. მე არ მგონია საქართველოში ვინმე ეს უხაროდეს. ყოველ შემთხვევაში მართულ ელიტებს გულისხმობ პოლიტიკურს. ჩვენ ვართ თანაზიარი მათთან. გვაქვს იდენტური პრობლემები მთელი ამ აწლეულების მანძილზე. მივდიოდით ფაქტიურად ერთი გზით. ძალიან ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ როგორც ჩვენ, ისე უკრაინელმა ხალხმა და მე და უამრავ ადამიანს მთავრობაში, პარლამენტში ძალიან არ მოეწონა რბილად რომ ვთქვათ ის რაც მოხდა უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარის თქმა ეს იყო რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი. მე ვფიქრობ საქართველოს ბევრად უფრო ძლიერი იქნება თუ კი მას ძლიერი პარტნიორები ეყოლება, ძლიერი სამეზობლო ეყოლება და მაშინ მე მგონი ეჭვი არავის არ ებარება. ამიტომ ჩვენ დიდი გულისყურით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ევროპისკენ საავალი გზა, ეს არის ჩვენი მყარი არჩევანი, ჩვენ ამ გზიდან არ გადაუხვევთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე არ ამგონია უკრაინის ანალოგიის გამოყენება შეიძლებაოდეს საქართველოში. ასევე დღეს დილით გავრცელდა ნატოს წარმომადგენლის ამ რეგიონში ბატონი აბატურაის განცხადება, სადაც იგი საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერაზე, ასევე ხაზს უსვავს იმას, რომ საქართველოს აქვს თავისი გზა და ასევე ხაზს უსვავს იმას, რომ ნატო და ცივილიზებული სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ბოლომდე მიიყვანოს თავისი ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა ეს ასეა, უდაოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით მაინდანზე განვითარებულ მოვლენებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მუშტიკრივი ანგარიშის გასწორება მომიტინგეებთან, დარბევა მშვიდობიანი მომიტინგეების, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს დემოკრატიის დამკვიდრებას უკრაინაში. ეს მე მგონი გააზრებული აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი მონაცემებით ეს მათი განცხადება იყო, გუშინ წვრთნელდებოდა ეს განცხადებები, დაიწყო ამ მომიტინგეთა დარბევის ფაქტის გამოძიება და რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესით ველოდებით შედეგებს. ანუ მინდა გითხრათ, რომ არაერთგვაროვანია სიტუაცია, რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე დაწყნარდება ეგ სიტუაცია, მით უკეთესი იქნება ევროპისთვის, რა თქმა უნდა ჩვენთვის, საქართველოსთვის, უკრაინის მეზობლებისთვის და მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის. ისე რომ ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ უკრაინას და მის სუვერენულ უფლებას იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი. რაც შეეხება დესანტს, ნაციონალურ მოძრაობის რევოლუციურ ეგრეთ წოდებულ დესანტს, თქვენ იცით რომ ეს ადამიანები იყვნენ ამით გამორჩეული ჯერ კიდევ წინა წლებში დაწყებული ყირგიზეთით და დამთავრებული ბელორუსით. გარდა საქართველოსი ყველგან ჭყალებში ვითომ საქმეს აკეთებდნენ. ისე მე მათ ურჩევდი უკრაინაში წაბრძანებას, ქუთაისში ჩამობრძანდა ხოლმე ხშირად, რომ ეძებოთ ერთ ნაციონალს ვერ იპოვით იმხელა პარლამენტის შენობაში და ქუთაისის გავლით თუ იფრენენ უკრაინაში, ეს კარგი იქნება იქ. კომერციულ თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი დაიტვირთება და პარლამენტის ცნობებსაც დაესწრებიან. აი ორი რაღაცა შეიძლება რეზულტატი ნაყოფიერი მათთვის და საზოგადოებისთვის მივიღოთ ჩვენ. ეს რა თქმა უნდა
ლირიული გადახვევა იყო კონტექსტიდან, მაგრამ რა უნდა გითხრათ? უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტის ხომაზე ყველას თავისი რევოლუციონერი ყავს. ბატონო? უკრაინის დროშებით მივიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ და ესეთი აქტიური პოზიცია დააფიქსიროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს მხარე, მთავრობა, პარლამენტი, მისი თავმჯდომარე ხშირად აფიქსირებს ესეთ აქტიურ პოზიციას, გუშინაც იცით თქვენ და დღესაც იმართება თბილისში სუამის ქვეყნების კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ რეზოლუციაც მივიღეთ სხვათა შორის და კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის წევრები წაიკითხავენ ამ რეზოლუციას. ეს რეზოლუცია იყო მიღებული ბალტიის ქვეყნების ასამბლეისა და სუამის ქვეყნების ასამბლეის ერთობლივი გადაწყვეტილებით. აი დღეს ახლა მე თქვენ გესაუბრებით აქ კენჭი უნდა უყარონ ამ რეზოლუციას, შემდეგ წაიკითხავთ თქვენ ამ რეზოლუციის ტექსტს. მე მგონი უპირობოდ იქ აღიარებულია უკრაინელი ხალხის არჩევანი იმაზე რომ იყოს ევროპის ნაწილი. ასევე დაგმობილია ყველანაირი ძალადობა, რაც ახლა კიევის ქუჩებში ხორციელდება. ისე რომ ჩვენი არჩევანი რა თქმა უნდა გავაკეთეთ უკრაინის ხარდაჭერის კუთხით, ამას აბსოლუტურად ღიად ვაფიქსირებთ და არ არის აქ საჭირო რაღაცა გამოხატვა ვნებების, მაგრამ ეს ეხერხებათ ბატონებს ნაციონალური მოძრაობიდან და კი ბატონო ეს მათი საქმეა. სადაც უნდათ იქ წაბრძანდნენ, როგორც უნდათ ისე მოიქცენ. ბატონო, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ახლა გუშინ გავხსნა ინფორმაცია და დავით საგანელიძე სადასტურებს, რომ შესაძლოა მან დატოვოს პოლიტიკა, კოალიციაში მითამბოს პოლიტიკაზე, პირადი საუბრები ჰქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით. ამას შესაბამისი რეაქცია მოყვა თქვენი ოპონენტების მხრიდან და რამეთერ გააკეთა განცხადება, რომ ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ქართულ ეთნიკაში, ლიდერები ტოვებენ ნელა კოალიციას და ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ძალიან საინტერესო პროცესი გავითარდა ზაქარია ქუთნაშვილის ირგვლივ. რა პროცესებია რეალურად? პარალელურად ექსპერტთა ნაწილი ამბობს იმას, რომ გამორიცხული არ არის ივანიშვილის წარსულის შემდეგ კოალიცია მესამეობა ვერ შეინარჩუნებს. ნაკლებად მაღელოს პარამედისეული ჩხირკედელაობა ოცნების საქმეებში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი საგანელიძე ამაზე ის თვითონ ისაუბრებს თქვენთან დაუფარავად როგორც გუშინ გახდა ცნობილი ამგვარი საუბარი დაახლოებით რამდენიმე დღის უკან კოალიციის პოლიცაბჭოზე ყოფილა გუშინ ამაზე საუბრობდნენ პოლიცაბჭოს წევრები ბატონი ტყემალაძე და სხვები რა გაგრძელებას ნახავს ეს მოვლენა ამას ჩვენ ნახავთ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ დარჩება ბატონი დავითი როგორც მან აღნიშნა საპარლამენტო ვადის ამოწურამდე პარლამენტში თუ არ დარჩება ეს მისი გადაწყვეტილება თქვენ ხო ეჭვი არ გეპარებათ იმაში რომ ვერც ვერავინ გაბედავს იმას რომ ვინმეზე ზეწოლა მოახდინოს მით უმეტეს თავის თანაპარტიელზე თუ თანაგუნდელზე მეტყობა მოდის ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ჟამი როცა ის ფიქრობს რომ ზად არის მოიკიდოს სხვა საქმეს ან სხვანაირად შეხედოს თავის მომავალს მე ყველა შემთხვევაში მინდა მადლობა მოახსენო ბატონ დავითს იმისთვის რომ ის ფაქტიურად 2 წლის მანძილზე სათავეში ედგა არა მარტო უმრავლესობას არამედ პირველ რიგში სათავეში ედგა ქართული ოცნების კოალიციის შტაბს მან დაამთავრა წარმატებით 2 არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო ეს იყო ურთულესი ამგვარი შტაბის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებზე როცა მასობრივი პოლიტიკური ტერორი ხორციელდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ამ პირობებში ბატონმა დავითმა შეძლო და უხელმძღვანელა შტაბს ჩვენ მათ შორის მისი დახმარებითაც დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა მე მგონი ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს და ყველა მადლიერია ბატონი დავითის ქართულ ოცნებაში დანარჩენი მისი გადასაწყვეტია სად იქნება როგორ იქნება ეს არც ბარამიძის არც არავის გასარჩევი არ არის ყველა თავის თავს მიხედოს და თავის პარტიას და იქ გადანაწილებულ თანამდებობებს მე იმ დღეს ნამდვილად იუმორით გადაავლე თვალე ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურას რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე დღის უკან და იმ ადამიანებს
გადაავლე თვალი, რომელმაც დაიკავეს ეს თანამდებობები. შემიძლია დასკვნა გავაკეთო, რომ ამ ადამიანებს არაფერი არ ეშველებათ არასოდეს. როცა ბრძოლის ავანგარდში მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი გეყოლება, რა ვიცი, შენი გადაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ცოტა კრიტიკულად შევაფასებდი ამგვარ გადაწყვეტილებებს. დანარჩენი თვითონ განსაზღვრონ და თვითონ ისაუბრონ ქართულ ხალხთან. მე ვფიქრობ, რომ ეს მაგრამ ეს სიმშილობა მე ვფიქრობ არ არის დაკავშირებული ამ ხაროზების დამდგენ კომისიასთან. თქვენ იცით, რომ ხაროზების დამდგენი კომისია უმეტესწილად იმუშავებდა საკუთრების წართმევის ფაქტებზე. ასეთი განცხადება ძალიან ბევრია ჩვენ და სამწუხაროდ და სავალალოდ და სამარცხვინოთ მინდა გითხრათ დაფიქსირებული. და იმ ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭოს წევრები, რომლებიც ახლა ყელყელაობენ ახალი თანამდებობებით, სწორედ ადამიანების ფიზიკური განადგურებით, მათი წეწვაგლეჯვით, საკუთრების ახევით იყვნენ დაკავებულები. ამიტომაც ხას უსვავ ამ ცინიზმს, ასაც ქვია მათ მიერ ამ თანამდებობების დაკავება. მაგრამ ეს კომისია ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, არ გაუქმებულა. მუშაობა შექმნასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს, მე ამას გიდასტურებ სრული პასუხისმგებლობით. უბრალოდ ჩვენ ბევრ ნიუანსთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეთ და შევთანხმდეთ. ქალბატონმა თეამ გულახდილად ისაუბრა ამ თემაზე. მიიღო შესაბამისად უამრავი საყვედური. თქვენ რა გერჩივნათ ის რაც ხდებოდა დაახლოებით 2-3 წლის უკან, როცა ადამიანები ცისფერფერებში გვიხატავდნენ ჩვენ ყველაფერს და სინამდვილეში ტრაგიკომედია ტრიალებდა ქვეყანაში. მე მგონი უმჯობესია ჩვენ პირველი პირებისგან, მთავრობის პირველი პირებისგან ვიცოდეთ რა ბედიელის თუნდაც ხაროზების დამდგენ კომისიას, როდის შეიქმნება ის და შეიქმნება თუ არა საერთოდ. მე მაინც ოპტიმისტურად უყურებ ამ კომისიის შექმნას ყველა მიზეზ გარეშე, იმიტომ რომ ერთი ეს იყო რა თქმა უნდა ჩადებული ჩვენ პროგრამაში. რა თქმა უნდა წინააღმდეგობები ჩვენ ბევრი შეხვდა ამ ერთი წლის მანძილზე, რო არ მოველოდით იმდენი განცხადებაა შემოსული, რაღაც კატასტროფული რაოდენობის განცხადებები, ამას ყველაფერს უნდა შესაბამისი კვლევა ძიება, ამას ამ ჭაპანს ვეღარ აწევდა პროკურატურა, ამიტომაც თავის დროზე დაფიქრდნენ ადამიანები და მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია დროებითი სტრუქტურის შექმნა და მე ვფიქრობ, ეს დროებითი იქნებოდა და არ იქნებოდა 3 დღემჩიო, რომელიც გარკვეულ საქმეებს მოიკვლევდა და შესაბამისად გადააგზავნიდა სასამართლოში. და თქვენ იცით, რომ ვერდიქტის გამომტანი მაინც საბოლოო ჯამში სასამართლო იქნებოდა. და ხაროზების დამდგენი კომისია ვერდიქტს ვერ გამოიტანდა ვერც ერთ საქმეზე. და ეს იცის ბატონმა კუბლაშვილმაც ბრწყინვალედ და ყველა ვინც კი ამ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ არის გარკვეული წინააღმდეგობები, გარკვეული ხაროზები შეიძლება ასე ითქვას და მე ვფიქრობ, რომ ამ ხაროზების გამოსწორებაზე მთავრობა გააგრძელებს მუშაობას და ამ წინააღმდეგობებსაც ჩვენ ნელა გადავლახავთ და გარკვეულწილად თუ ეს კომისია არ შეიქმნება, მაშინ ერთადერთი გამოსავალი, მე სხვა გამოსავალს ვერ ხედავ, პროკურატურამ უნდა გაასკეცოს მუშაობა. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. თქვენ ხო ხვდებით ჩვენ რატო ვაკეთებთ ამას? პროკურატურის განტვირთვის თვალსაზრისით და იმიტომ რომ ფაქტიურად ყოველი ამგვარი საქმე ურთულესი გამოსაძიებელია, გადაყიდულია სამწუხაროდ ეს ქონებები ხშირად და მას ყავს ახალი მეპატრონე ხშირ შემთხვევაში და სახელმწიფოს უკვე მოუწევს თავის თავზე გარკვეული ქონებრივი ვალდებულებების აღება. თუ მზად არის ჩვენი ბიუჯეტი ამისთვის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა და დენადობა ამ საქმეების. კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ეს არის ურთულესად გამოსაძიებელი საქმე, მრავალკომპონენტიანი, სავარაუდოდ ყოველ ასეთ საქმეს უამრავი ეჭვმიტანილი შეიძლება ყავდეს გამოძიებას ამ საქმეებში, კონკრეტულ საქმეებში, ისე რომ ეს ყველაფერი დროში სამწუხაროდ იწელება.
თუ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა და მე დარწმუნებული ვარ, გვინდა, იმიტომ რომ უამრავ საქმეზეა სიცხლის სამართლის საქმე აღძრული ამგვარ განცხადებებზე, მაშინ პროკურატურამ უნდა გააკეთოს მუშაობა ჩვენ მატერიალურადაც და რესურსულად უბრალოდ. უნდა დავეხმაროთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუდგეთ მას გვერდში, მოვიწვიოთ კვალიფიციური გამოძიებლები მთავარ პროკურატურაში, რომ პროკურატურა გაუმკლავდეს ამ უზარმაზარ ნაკადს. მე კიდევ ერთხელ ხას უსვავ ერთ გარემოებას. არავინ უარს არ ამბობს საქმეების გამოძიებაზე. ასე ნუ გაიგებ თქვენ, მე კატეგორიულად მოვითხოვ ამას. ჩვენ ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ხას უსვავ. დენადობა ამ საქმეების სამწუხაროდ არის საკმაოდ ხანგრძლივი. ეს ერთი ხელის მოსმით ამ საქმეების გამოძიება ვერ მოხდება. არავის ამის ილუზია არ ქონდეს. მე მეტნაკლებად მაქვს ინფორმაცია რამდენიმე საქმეზე, იმიტომ რომ ბუნებრივია ინტერესები, ამით მე ვიცი რომ გამოძიება ფაქტიურად დასრულებულია და შეიძლება თქვენ უახლოეს მომავალში გაიგოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები. მაგრამ ეს არ ეხება ყველა საქმეს, ეს არ ეხება 20,000-ვე განცხადებას და დაახლოებით ამდენია შეტანილი და ჩვენ პროკურორი კიდევ ყავს 200 თუ 300 გამოძიებელი, აი როგორ წარმოგიდგენია თქვენ ახლა ამ ჭაპანის აწევა პროკურატურისთვის. სწორედ ამიტომ კეთდებოდა და დღესაც ვფიქრობთ რომ უნდა გაკეთდეს ხარვეზების დამდგენი კომისია, რომ კომისიას განეტვირთა პროკურატურა და შესაბამისი ვერდიქტებით უკვე დასკვნებით უბრალოდ გადაეგზავნა საბოლოო განაჩენებისთვის თუ გადაწყვეტილებებისთვის განსჯადობის მიხედვით სასამართლოებში ეს საქმეები. ყველა შემთხვევაში საქმეები მოხდებოდა სასამართლოებში. ყველა შემთხვევაში მოსამართლეები დაიწყებდნენ თავიდან განხილვას ამ საქმეების და ჩაერთვებოდა როგორც ერთი ისე მეორე მხარე და იქ შეჯიბრებითობა იქნებოდა დაცული. არავინ არ კეტავდა რაღაც ამ სისტემას დიდი ღობის შიგნით და არავინ ნაჭუჭი ამ სისტემას არ მოაქცევდა. თითქოს ასე იყო აქმული, რომ აი კომისია მიიღებდა თვითონ გადაწყვეტილებებს. ეს გამორიცხულია უბრალოდ, წარმოუდგენელია. თქვენ იცით ჩვენ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნეთ, იქიდან მოვიდა უამრავი შენიშვნა, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, როდის უნდა დავაარსოთ ამგვარი კომისია. თუ არ უნდა დავაარსოთ, მაშინ მე გამოსავალი მეორე გითხარით, მაშინ პროკურატურამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული და ადამიანებს უბრალოდ საბოლოოდ პასუხი გაეცეთ რა გზას უნდა დაადგნენ ისინი და აქ თუ არა მათ იმედი ამ საკუთრების დაბრუნების. ჩვენ და სამწუხაროდ ასეთი ათასობით ფაქტი. და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ახლა ნოტაციებს გვიკითხავენ ნაციონალური მოძრაობიდან, ქურდბაცაცობით, ხაზინის ქურდობით და ჯიბგირობით იყვნენ დაკავებული მთელი 9 წლის მანძილზე. აი ახლა იქ ყელის მოღერებით რო წაბრძანდნენ მაიდანზე. ისე რომ ეს ასეა და ეს უნდა იცოდეს სრულიად საქართველოს და იცის კიდევაც და შედეგიც ცხადყოფს ამას საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნებში. იგი მადლობა. არა